მაკკეინის ინსტიტუტის პროგრამების დირექტორი და რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი ინსტრუქტორი ლორა თორნტონი სოციალურ ქსელში აქციის ფოტოს აზიარებს და წერს, რომ ბოლო ბასტიონები ახლა მედია და სამოქალაქო საზოგადოებაა. Deep State-ის დავალებების შემსრულებელი საქართველოში ეს მმართველი გუნდის შეფასებაა ლორა თორნტონზე. მე ეს ადამიანი წარმოადგენს იმ არაფორმალური გავლენების ერთ-ერთ დანატოვარს, ასე ვთქვათ, რომლის სურვილიც არის, რომ საქართველოში ხელი შეუწყონ მაქსიმალურად ცეცხლის შენთებას და ამ დესტრუქციული ოპოზიციის წახალისებას. ის რომ ამერიკაში შეიცვალა ხელისუფლება, არ ნიშნავს, რომ ეს ძალები სადმე გაუჩინარდნენ, ესენი გადალაგდნენ, ასე ვთქვათ, იმ ამერიკულ სამოქალაქო საზოგადოებაში, რომელსაც დღეს საქართველოს წინა პრეზიდენტი წარმოადგენს, საუბარი გვაქვს მაკკეინის ინსტიტუტზე. საუკეთესო ინსტრუმენტი ამ ძალებთან ბრძოლის არის საქართველოს მოსახლეობის ინფორმირება. მეორე ნაწილი, რა თქმა უნდა, ასევე არის საკანონმდებლო ჩარჩოს იმგვარად მოწესრიგება, რომ ამ ტიპის ძალებმა ვერ შეძლონ საქართველოს კანონების ბოროტად გამოყენება. ლორა თორნტონი ამ აგენტურულ ავანსცენაზე ძალიან აქტიურად მოღვაწეობს. ეს საზოგადოებას შევახსენებთ იმ ღია წერილს, რომელიც მოწერა აქ თავის აგენტებს. ვინ უნდა გაფიცულიყო, ვისად ნაგავი არ უნდა გაეტანა, მოლარე როდესაც უნდა გამოსულიყო სამსახურში. ეს ღია ინსტრუქციები ღიად, თავხედურად მოქმედებს და ამოქმედებს თავის აგენტურულ ქსელს. მე ამ შენობიდან, სასესიო დარბაზიდან ვთხარი მას, თუ ვინმე მილევად რეჟიმშია ჩვენს ქვეყანაში და ძალიან დიდი იმედი მაქვს, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არის ის ძალა, რომელ ძალასაც ის წარმოადგენს. ლორა თორნტონი არის პირდაპირ Deep State-ის მსახური, ეს სრულიად აშკარა არის, ვინაიდან ბატონი ტრამპი დაუპირისპირდა Deep State-ს, ახლა რა სიტყვებით ლანძღავს იგი თავისი ქვეყნის პრეზიდენტს, ეს ყველამ კარგად ვიხილეთ, ხო? ლორა თორნტონი საქართველოს მიმართ გამოირჩევა ძალიან დესტრუქციული დამოკიდებულებით. მისი პირველი განცხადება იყო რამდენიმე თვის წინ, შეგახსენებთ, როდესაც აქციები ახალი დაწყებული იყო, რომ ძალიან გულდაწყვეტილი არის იმით, რომ მსხვერპლი ვერ იხილა აქციებზე. მანამდე იგი იყო იმ გაიდლაინის ავტორი, რომელიც ოპოზიციას გადაცა, რომელი გაიდლაინის მიხედვითაც სამოქალაქო დაპირისპირებაში უნდა გადასულიყო საპროტესტო აქციები. ეს ქალბატონი არის მტრულად განწყობილი ჩვენი ქვეყნის მიმართ, ემსახურება პირდაპირ Deep State-ის რჩევებსაც, ვინც ითვალისწინებენ, რა თქმა უნდა, ესენიც ჩვენი უკვე ლოკალური აგენტები არიან და აღსანიშნავია, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი სწორედ თორნტონის ორგანიზაციის სტიპენდიანტია. თორნტონი არის Deep State-ის იდეოლოგიის გამავრცელებელი, რომელიც აქტიურად მუშაობს ამჟამად საქართველოზე და ის პირდაპირ მოუწოდებს ხალხს, რომ დაანგრიონ საკუთარი ეკონომიკა, იძლევა პირდაპირ დირექტივებს, ჩვენ გვახსოვს მისი ანგარიშები და ეხლა როგორც ჩანს ხალხთან, რადგან ვერ გაჭრა მისმა ამ უწოდებებმა, გადაერთო მედიას და სამოქალაქო საზოგადოებას, როგორც აქამდე არ გამოუვიდა მას არაფერი, არც აი ამ ახალი დირექტივებით არ გამოუვა მას არაფერი. ამის თქმის საფუძველს მაძლევს პირველ რიგში ხალხი, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვაწვდით ობიექტურ ინფორმაციას.